ნახეთ მე ამოგიკითხავთ. ამერიკას გთხოვთ დიდი სთხოვნით. ზრიელის სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწიეთ, თორე ცოდო ვართ. იმედი გვაქვს რომ მოგვეშველებით. თუ გვეშველით თქვენ, თუ არა ჩვენი მეშველი აღარ არის. ესე იწყება ჩვენი წერილი, მაგრამ ეს არ არის ჩვენი სიტყვები. ეს სიტყვები დაიწერა 1936 წელს ხევსურების ხელით და შემდეგ ამ წერილს ამერიკას რომ ცდილობენ მიაწვდინონ ხმა, რომ ჩვენ ბოლშევიკები გვართმევენ სჯულს, გვართმევენ ტრადიციებს და ბრძოლა შეგვიძლიაო. ხმლებით ვიბრძოლებთ, მაგრამ თქვენ თუ არ დაგვეხმარებით არაფერი გამოვაო. ამის გამო ხევსურები დაიჭირეს, დასაჯეს და ისინი ყველა უგზაუკლოდ გაქრა. ეს წერილი უკვალოდ რომ არ ჩავლილი იყო და ამ დღეებში დამეთანხმებით რომ ჩვენ ველით აქ რუსთაველში შეკრებილები თუ ტელეეკრანს მიმჯდარი ადამიანები სულ ველოდებით რა რეაქცია იქნება ევროპის ქვეყნებიდან, დედაქალაქებიდან, ოკეანის გაღმიდან და სულ უფრო მეტი სასიამოვნო ამბავი მოდის ხოლმე ევროპიდანაც და ამერიკიდანაც და ამიტომ გაგვიჩნდა სურვილი რომ ახალი აქცენტები, ახალი ფერები შეგვეტანა ამ წერილში და 2024-ის დეკემბრის ასახვა მოგვეძებნა ამ წერილში და მიგვემართა, ვინაიდან დამეთანხმებით რომ ჩვენ ისევ საფრთხეები გვაქვს, ჩვენ ისევ მტერი გვაქვს და ჩვენ ისევ მეგობრებს მივმართავთ დახმარების თხოვნით.